რატო შენ იმის ნახევარ ჩეკი არ გაქცევს ხო? მოგესალმებით, ეს ბათუმელების ლაივია, მე ჟურნალისტი ჯაბარ ნინიძე ვარ, ჩვენ ახლა ვიმყოფებით ბათუმში უნივერსამის საოჭრო ცენტრთან, სადაც ამ საოჭრო ობიექტის მოვაჭრეები მართავენ საპროტესტო აქციას, ისინი ითხოვენ, რომ გაიხსნას ეს ობიექტი და მიეცეთ მუშაობის შესაძლებლობა. მოგესალმებით, ბათუმელების ლაივში ვარ. ჯობ მითხრათ მოკლედ, რა არის დღეს თქვენი მოთხოვნა? მოკლედ და ვერ ვილაპარაკებთ, იმიტომ რომ თქვენ ნახევარია გამოკეტილი ვარ და ცლად უნდა გითხრათ. აბსოლუტურად ყველა მოვაჭრე. ჯერ პირველი დავიწყოთ იმით, რომ ვემორჩილები მთავრობის ადმინისტრაციულ ყველანაირ მოთხოვნა და რეგულაციებს. ვიცავთ, დავჯექით სახში. ჩამოვიდა ეხა ახალი კანონი, რომ უნდა გავიაროთ ტესტირება. ერთი შემთხვევაც არ დაფიქსირებულა ამ ხელა უნივერსალში, რომ ვინმე დამატებული. ორჯერ გავიარეთ ტესტირება. ამის იქეთ ესე იგი, ვიჩაგრებით რა გაგებით? გუშინ მე აგერ თანამშრომლები ვიყავი, ჩვენიშვილები ყავს ოჯახი ხო? აბსოლუტურად ხოფა ვაჭრობს, ეგრეთ წოდებული ხოფის სავაჭრო ის რომ არის. რომელიც გახსნილი ჯერ კიდევ არ არის. არ არის. ისეთივე ისე უნდა იცავდეთ კანონებს, როგორც ჩვენ. 23 ეგრეთ წოდებული წერეთის ქუჩაზე მდებარე. გახსნილი თუ ეს არის ფეხსაცმელი არ მოგვერდო და ჩავედით. სუდან გავდი რაზე რატო ჩვენ ხო ოჯახები გვაქვს და მით უმეტეს ჩვენთან მე უფრო კარგი ატმოსფეროა სავაჭრო და რომ არ გავცედეს ეს კოვიდი ვიდრე იქ სივრცეა ვინ დადის ვინ არ დადის ანუ თქვენ აპროტესტებთ იმას რომ ისინი მუშაობენ და თქვენ არ მუშაობთ ჩვენ არ გამუშავებთ ისინი ყველა დაჯარიმდნენ იდეაში იმის გამო რომ მუშაობენ დავრეკე გუშინ 144-ზე ცხელხაზზე შეამოწმეთ გვარი უთხარი სახელი უთხარი თუ კი ცნუ ინფორმაცია და მე არასდროს გაცხრით ვიღებ ნებისმიერ ადმინისტრაციულ საჯელს რატო ვაჭრობთ და გავაგზავნითო ბრიგადას არ ვიცი შედეგი არაფერი არ იყო გუშინ მივედი და ისევ ვაჭრობა იყო ხო და ახლა რა ვქნათ ისინი თუ მისი ადმინისტრაციიდან ოცნების ხარდაჭერია ჩვენც არ დაგვიყია არაფერი ესა ყოფის ბაზრობის შემთხვევაში როდის ყოფის ბაზრობის შემთხვევაში ფიქრობთ რომ იმიტომ აქვს მუშაობის საშუალება რომ ისინი ოცნების ხარდაჭერები არიან მისი ადმინისტრაცია და ხელმძღვანელობიანა და ეს გამოხატულება იყო ტელევიზიაში მათი მაგრამ ჩვენც არ დაგვიყია ამ თავრობისთვის ხარდაჭერა ყველანაირად და თვითონ დაგვიდგენ ახლა მხარში იმიტომ რომ ამოვწურეთ მარაგი წამალი მინდა მარტო დიაბეტიკები რამდენი ვარ და გადაამოწმეთ მარტო 41 ლარი ყველა ადგილში არ ყოფნის საიდან გეკითხებით სიდან ზესტაფონელიც არ იყოს საიდან ავიღო მე თუ არ მოვედი და ხელისუფლება ამბობს რომ გაიხსნება 15 თებერვალს ანუ ეს თარიღი ადმინისტრაციაც არ არის მოსული ახლა ერთი დეტალი მინდა არა 15 თებერვალს ანუ ორ კვირაში და არ შეიძლება გადაფიქრობთ რომ არ გაიხსნება რატომ გაქვთ ესეთი მოძინი რომ არ გაიხსნება სკოლები ჩარდეს და წამოვა მესამე და მესამე მაგას ამოძებია და ყველა ვარ დამოკიდებული ბანკებზე კიდევ ახლა ერთ დეტალს გეტყვით კიდე რითაც ჩვენ უფრო მეტი ჩვენთან დაცულობა კოვიდის ხმის გავრცელება რო არ მოხდეს ყავს დაცვა ორი დაცვა ჩვენ ხარჯზე და ჩვენ ვიხდით ამას ადმინისტრაცია არ იყვის კი გაგვანთავისუფლდა გადასახადება მაგრამ დაცვას ეს ბიჭები როდგან არიან ჩვენი ესე იგი აქ ორი დაცვა უკან გასასვლელში ვერ შემოფრინდება ვერავინ და ვერავინ ვერ შემოვა და ქვევი ძის კიდე ორი ბიჭი დგას ანუ მოდის მყიდველი თქვათ და დაცვა სკრინინგის შემდეგ ეკითხება ვისთან მიდიხარ სახელობით მოყავს თქვათ ნათელასთან მოიყვანს მე რომ ის გვერდით ვარ მარინა ის ჩემი კლიენტს ის არ მოიყვანს ან ფიქრობთ რომ შესაძლებელია კონტროლი რეგულაციები ზეხუთიაზე გვაქვს და ყველანაირად არცეთ არც ერთ მოლს შორო გვაქვს აი შეგვამოწრო თქვენი სახელი და გვარი ქალბატონო მარინე მინაშვილი მადლობა თქვენ რას გვეტყვით ან ბანკის ადმინისტრაციასთან მინდა რომ გასაუბრება მიზეზი გაგვაქვს მისთვის არ გვიღებს სად არის ახლა ანუ ვარი გითხრე შეხვედრაზე ხო არ გასულა ახლა სად არის აბა არის შეხვედრები ყოველთვის არის ადმინისტრაცია უბრალოდ ხეს არ არის მოვა და გაგესაუბრებათ მაგრამ აი მე პირადად მაინტერესებს ახლა მაჩვენებელი ძალიან დაბალია ხო ვირუსის გავრცელების აჭარაში
თბილისი რო იყო დაკეტილი. მაგრამ ხელისუფლებას აქვს არგუმენტი, რომ თუ კი მობილობა ისევ იქნება მაღალი, ამ შემთხვევაში ისევ გაიზრდება ეს მაჩვენებლები და ამიტომაც ყველაფერი ერთად არ უნდა გაუხსნათ. და არის არგუმენტი, რომ 15 თებერვალს გაიხსნება მსგავსი ობიექტები, როგორიც არის უნივერსიტეტი. სკოლაში დღეს დილას ვისმენდი, თქვენ პირველ სკოლაში იყავით. პირველ სკოლაში თუ 28 ბავშვი ერთ კლასში დაჯდება და ვით უმეტეს ახლა ისეთი მესამე ნაკადია თუ რაღაცა დისტანციას როგორ დაეცავს. კარგი დირექცია არ გიშვებს, თქვენ ვერ დაინახავთ, მშობელი ვერ დაინახავს და დაიფიცირებენ ბავშვი ერთი მივა და მოედება მთელ სკოლას. მე სანადესავს ოჯახად. აი ჩვენ მაგალითად უფროსები ვართ, დიდები ვართ, დაცული ვართ, ტესტები. ანუ თქვენ ამბობთ სკოლაში თუ კი შეიძლება სკოლის გახსნა, რატომ არ შეიძლება სავაჭრო ობიექტის გახსნა? უფრო ბავშვები უფრო საშიშები არიან ამ წუთას. 2-3 თვე დიდად არაფერს არ წარმოადგენს. მე ჩემ ასო ლაპარაკობ რომ რას ისწავლიან სამთვეზე მთელი 9 თვე თუ ეგერ არიან. კომპიუტერთან ანუ ჯობდა რომ აღარ დაწყებულიყო. ნამდვილად ყველა შობეს, მაგრამ ეშინიათ და ერთ-ერთი შემთხვევა მაინც გაუშვათ, მაგრამ მათი გადასაწყვეტია. ჩვენ ყველა თქვენ შემთხვევაში რა ხდება? თქვენ გაქვთ ბანკის ვალი თუ არ გაქვთ თქვენ ბანკის? მაგი რა თქმა უნდა მე ამასინათაც გადახლა ისე გამოდის რომ ყოველდღე ვლაპარაკობ, მაგრამ უბრალოდ ადამიანი არ არსებობს. პრობლემა აგეს რომ ბანკი არ გქონდეს, ჩემი ჩათვლითა პრობლემა. ეხლა გამოვა მშიერი კაცი გარე. უბრალოდ მე მაინტერესებს აჭარაში არის ძალიან დაბალი მაჩვენებელი და რატო აქვსნიან პასუხი რატო არა მე ვეთანხმები გახარიას კიდე ტიკარაძეს მაგრამ ეხლა 4% ნახე ქვემოთ არის 4%-ზე კი 2%-ზე ჩამოვიდით და მიზეზი რა არის რატო უნდა ვიყოთ კიდე ორი კვირა ჩაკეტილი როდესაც საახალწლოდ ნუ მე გავყალიბდი ამბობდა ამის შესახებ მე რაც მოვისმენთ რამდენიმე დღის წინ რომ თუ კი ერთდროულად გაიხსნება ყველაფერი და მობილობა იქნება მაღალი ისევ გაიზრდება კორონავირუსის მაჩვენებლები. გაეჩერებია ეხლა ის მოლები გაეჩერებია მათი მოლები არ მეშინია ხმამაღლა ლაპარაკობ ხელი ჩვენზე შეეწყო საახალწლოდ თუ ჩვენ გაგვაჩერა 24-ში გაგვხსნა შემოვიტანეთ საკუთრე და 26-ში დაგკეტა. მაშინაც თქვენ გქონდათ საპროტესტო აქცია როგორც ვთქვათ. მაგრამ რა აზრი აქვს? ეხლა თქვენ გაშუქებას კიდე პირველი იყოს კიდე მე-19 და კიდე ბათუმი რამიშობა. თუ არაფერი არ იცვლება ჩვენი მოთხოვნით რა აზრი აქვს ტელევიზიაზე? აი ტელევიზიებიც დაგხურობ, მაგრამ და წადით საჭე ჩვენსავე. ჩემი აზრი ესეა. მაგრამ ასეთი კარგი ყურადღება, დეზინფექცია, ბარიერია თუ რაღაცა არ არსებობს სადმე. მოვიდით მაღაზიაში. სადაც კი შემედი არავის სიცხარგოს იგია და არ შესაძლებელია კიდე იგი არ დაუხვედრებია. დეზო ბარიერები. დიახ ბატონო. დიდი მადლობა. თქვენი სახელი და გვარი? ეთერ ბოლქვაძე. მადლობა. გარემოვაჭრები არიან აქ შეკრებილები. ეს არის უნივერსამის ყოფილი უნივერსამის ტერიტორია, სადაც საკმაოდ ბევრი არ უძვათ რამდენი, მაგრამ ადამიანები ვაჭრობენ. აქ საპროტესტო აქცია იყო 26 დეკემბერსაც, როცა იყო მოძინი რომ საავტომობილო ობიექტი გაიხსნებოდა, მაგრამ შემდეგ მეორე დღესვე ის დახურეს. მაშინ გამართეს საავტომობილო ობიექტის მოაჭრეებმა აქცია, თუმცა ამას შედეგი არ მოჰყოლია. დღესაც შეიკრიბნენ მოაჭრეები, დღეს 1 თებერვალია და როგორც ცნობილია, შეზღუდვების ნაწილი გაუქმდა ქვეყანაში რამოდენიმე ქალაქში, მათ შორის ბათუმში. მაგალითად დღეს ბათუმის ქუჩებში გამოჩნდა მუნიციპალური ტრანსპორტი, ასევე გაიხსნა საჯარო და კერძო სკოლები, იხსნება მაღაზიები, ასევე ღია კაფეები, მაგრამ არ იხსნება იმ ტიპის სავაჭრო ობიექტები, როგორიც არის იგივე უნივერსამის, ყოფილი უნივერსამის სავაჭრო ცენტრი. აჭირებელი ადამიანები აპროტესტებენ ამას, რომ არ აქვს მუშაობის შესაძლებლობა და ითხოვენ, რომ გაიხსნას სავაჭრო ობიექტი და ისინი მოახერხებენ აქ ამ წესების დაცვას. მოგესალმებით გათუმელების ლაივში ვარ. თქვენი მოთხოვნა რო გითხრათ რით საბუთდება ხელისუფლება ამბობს რომ თუ კი ერთდროულად გაიხსნება ყველაფერი და მობილობა გაიზრდება კორონავირუსის მაჩვენებლებით და ამიტომაც არ ხსნით ყველაფერს ერთად. ანუ არის მოდივი რომ 15 თებერვალს გაიხსნება ეს სავაჭრო ობიექტი. 15 თებერვალს და ერთი წელი ჩაკეტილები ვართ ახლა. ყველაფერი გახსნილია, მაინც და მაინც თქვა თუ ვერ ხედავთ თქვენ თუ როგორ ახლა. მეიარეთ, გამეიარეთ 23 გახსნილია. ასე გამოდის ხალხი ახლა ჩვენ ხომ არ ვართ იგი მართლა ბრმა რომ ვერ ხედავდეთ და იგი არ ვიცო. ყველაფერი ვაჭრობს და მუშაობს. ანუ თქვენ გაქვთ მოდით 15 თებერვალსაც ვერ იმუშავებთ 15 თებერვალს არ გჯერათ ანუ
იმიტომ რომ 5 წელი ერთი და იგივე უკვე. ახლა გადავდივარ, მაისში გადავდივარ, ზაფხულში გადავდივარ, ახალ წლამდე გადავდივარ და 5 წელი გებიდა და ახლა მართლა ამდენი საქონელი, ამდენი ვალი საუდა იგი, წევიღოთ უკვე იგი. პრობლემაა და. კარგით, მადლობა. თქვენ რა სხვა დაამატებთ საბატონო? Все работают, мы тоже хотим работать. За лекарства деньги надо, за кушать надо, все надо. Закрыты, так можно. 300 лар дали, и все, 2-3 месяца сидите дома. А это за это нам не платим. За охранника платим, за свет платим. А хопа ничего не платит. Они не платят ничего, а мы платим. 30% не платили до этого. Сейчас еще надо платить. სულ რამდენი მოვაჭრე ამ ობიექტზე დასაქმებული? 200 მოვაჭრე. და მათი უმრავლესობა დღეს გამოსულია აქციაზე. ალბათ. Коммерчески все сняли, от них она 60% не платили. Лекарства не могу купить так раз. Пойдем к Миришке. Это телевидение покажет. ეს ერთი კონკრეტული მაღაზია, როგორც ნავიცი. თქვენი ხმა მივიდეს. ჩვენ ახლა ვართ ლაივში, ბათუმელების ლაივში, რომელიც პირდაპირ ეთერში უყურებს ბათუმელების კი, გასაგებია უყურებ მეცაც სახლი მაგალითად. აი თქვენი რეპორტაჟის შემდეგ შედეგი რა არის ჩვენ? გაჩნდა გარკვეულ შეგიძლიათ ვისაც ეხება ეს რეგულაციები მათთან უშუალოდ მოგმოთ? ვეცდებით რომ გავააქტიუროთ ეს აქ ახლა ლაივში. მოვიდნენ რა სიტუაცია უნივერსიტეტში შეიძლება თუ არა იქლიენტი და თუ არის უკეთესი სიტუაცია სხვასთან შედარებით სავაჭრო ცენტრებთან. არც ერთ მოსარეყოლება ისეთი დაცვა ჩვენ რო ყავთ რისთვის? ყველანაირია დაცეს. ჩვენ ყველანაირი რეგულაციები მშვენივრად. ერთ-ერთი უნივერსიტეტში მთელი დღის განმავლობაში არ შემოვა 20 კაცი. და ერთი უნდა გადამეღო სავაჭრო ცენტრებში რა ამბავი იყო, როცა ჩვენ სახლებში ვიჯექით და დაგვეწვა საქონელი 2 თვის. ასე შეიძლება კაცო. ჩვენც ოძახები გვაქვს, შვილები გვაქვს. თქვენ ახლა რითი არსებობთ? რა არის თქვენი შემოსავალი? არა, მშიერები ვარ გამოდი 300 ლარი ის ერთ 4 დღეზე, 3 დღეზე დაიხარჯა ოჯახში და ახლა ვარ მშიერი ასე გამოდი. თქვენ გაქვთ ვალები ხო გვაქვს გასაგზავნი, ჩვენ ეს საქონელი საფეთქო გვაქვს. ისიად გასაწყობია, ხელს გიწყობენ ისინი საფეთქო მოვაჭრეთ. იმ განახდა ხომ უნდა 2 თვე დაიწყა ის საფეთქო საქონელი. თქვენი შემოსავალი თვეში დაახლოებით რამდენი გამოდიოდა აქ მუშაობის? ჩვენი შემოსავალი რა გამოდის 2000 ლარი, 1000 ლარი. რასვან არ შემოდის ფიზიკურად უნივერსიტეტში არ არის ის ხალხი, რომელიც სამოლებში და სხვა ცენტრებში ტრიალებს. აქ არ შემოდის. ერთი დადგეთ იმ დღეს რომ მოვიდა შენის ინსპექციიდან წარმომადგენელი, საერთოდ კაცი შვილი არ იყო უნივერსიტეტში. არავინ აბსოლუტურად. თუნდაც მოიტანოს იმ დღეს გადაღებული ფოტოები. რაღაცა ორი კაცი დაინახა ნაცრისხის სათამაშო იქნება იმით შეგებოდა უნივერსიტეტის. ეხლა რით არსებობთ ოჯახის სხვა წევრები მუშაობენ თუ რა? შენი მუშაობს, მაგრამ მისი შვილები საჩები. ჩვენ არ გვინდა. ჩვენ უნდა დავეხმაროთ ჩვენ შვილებს. ფეხზე უნდა დავაყენოთ ცოტა. მაგის სულსა, მაგრამ ვალებში ვიხჩები. ხალხი ვიხჩება ვალებში. ბანკები აქვს, რითი გადაიხაროთ? თქვენს გაქვთ ბანკის ვალი? რამდენი გაქვთ თვეში? რამდენი? 350 ლარი შემოგვაქვს. პენსიას არ აქვს. გაქვთ რომ თუფეთებერუდან იმუშავებთ ისევ აქ თუ არ არჯერათ რომ ისევ გაიხსნება უნდა გაიხსნა. ამოვედი ის 4 დღე 6 დღე რა შეგვიდა ისიც არ ვამუშავე. თუ უნივერსიტეტი უნდა პანდემიის ბედი. გაუშვეთ. ალბათ თქვენი სახელი და გვარი? არ ვიცი, მოვედი. ასეთია სავაჭრო ობიექტის მოვაჭრეების განცხადებები. Ja, kismet, გონი რაღაც ის გვაქვს ხო თქვენ? რა ჯიჭარი ჩამოდის გამიფუჭდა ყველა. ხო, დაცვას უხდით ხო, რასაკეთებ? დათენი ისა ზარალი. ან თქვენ შეხვედით ჩიგრიდან ნახეთ რომ გაფუჭებულია საქონელი? ან ჩასული იყო მოვედი გამწვილი. და ნახეთ ხოსოტრებია დაკიდებული. რა პასუხი მიიღეთ ადმინისტრაციისგან? რა ხნას ადმინისტრაცია
თქვენ გარკვეულ თანხას იხდით ამაში რომ ეს საქმე იყოს შენახული. რაცის თანხას ვიხდით, მაგრამ რა პასუხი მიიღეთ ადმინისტრაციისგან? 30 ადმინისტრაციამ რა თქვა? არა თუ თანხას უხდით მას იმაში რომ შეინახოს საქონელი, მაშინ რას ნიშნავს რა უნდა თქვა? საქონელი როცა შენახულია, არის ხო დაცვის ფულს თვითონ მაგენი იხდიან და 20% ქონდა გადასახლა 30%-ია გადაგაზარდეს. გადასადა რით გადამიხადო სახში იმათ სამუთვე. გავიცი რა. მე არ ვიცი რა ხდება. ვინ სახელ დაგვარი? ჟუნა ხაბაძე. ჟუნა ხაბაძე. მადლობა. ეს კიდევ ერთი მოვაჭრე იყო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე. აქ ათეულობით მოვაჭრეა დღეს შეკრებილი. ისინი მართავენ საპროტესტო აქციას. ვინც ახლა შემოვედა ჩვენს ლაივს, მე გეტყვით რომ ჩვენ ვიყოფებით ბათუმში ყოფილი უნივერსიტეტის სავაჭრო ტერიტორიაზე, სადაც შეიკრიბნენ მოვაჭრეები, ისინი ითხოვენ იმას, რომ მიეცეთ მუშაობის შესაძლებლობა. 1 თებერვლიდან, როგორც ცნობილია, შესაძლებლობის ნაწილი მოიხსნა რამოდენიმე ქალაქში, მათ შორის ბათუმში. დღეს დაიწყო სასწავლო პროცესი, როგორც კერძო, ასევე საჯარო სკოლებში. ასევე ამუშავდა მუნიციპალური ტრანსპორტი, გამოჩნდნენ ქუჩაში როგორც მარშრუტკები, ასევე ავტობუსები. ძალაში რჩება კომენდანტის საათი, თუმცა ასევე გაიხსნა მაღაზიები და ღია კაფეები, მაგრამ არ გახსნილა იმ ტიპის სავაჭრო ობიექტები, როგორიც არის ყოფილი უნივერსიტეტის სავაჭრო ტერიტორია და ისინი თხოვენ რომ გაიხსნას ეს სავაჭრო ობიექტიც, რადგანაც მათი შეფასებით შერჩევითია ასეთი მითქობა, როცა ნაწილი სავაჭრო ობიექტები მუშაობენ, ხოლო ნაწილი არა. და თქვა ბათუმის მსგავსი სავაჭრო ობიექტების ნაწილიც ასევე არაფორმალურ რეჟიმში მუშაობს, თქვა როგორიცაა ყოფის ბაზრობის ტერიტორია. ეს მოვაჭრეების ინფორმაცია, ისინი ითხოვენ რომ გაუგებარიათ რატომ შეიძლება არ გქონდეთ მათ მუშაობის შესაძლებლობა. ამ ეტაპზე ცნობილია რომ მსგავსი ტიპის დახურული სავაჭრო ობიექტები მუშაობას დაიწყებენ 15 თებერვლიდან. თუმცა მოვაჭრეებს არც ამის არ შეერად დამობენ რომ ჩვენ გქონდა ინფორმაცია რომ 20 დეკემბრისაც ვიმუშავებდით, მაგრამ 25 დეკემბრის დაგვკეტესო და არ მოგვეცა საშუალება რომ საახალწლო დღეებში გვემუშავაო. და ამიტომაც მათ აღარ სჯერათ ხელისუფლების ასე ვთქვათ განცხადებების. ისინი თხოვენ რომ დაუყოვნებლივ რეჟიმში გაიხსნას სავაჭრო ობიექტი. სავაჭრო ობიექტის ადმინისტრაცია ამ ეტაპზე ადგილზე არ არის. მათ საპროტესტო აქციის მონაწილეებისთვის არ გაუწიათ ასე ვთქვათ პასუხი და ამ ეტაპზე უცნობია გაიხსნება თუ არა სავაჭრო ობიექტი ან რა შედეგი შეიძლება მოყვეს დღევანდელ საპროტესტო აქციას უნივერსიტეტის ყოფილი უნივერსიტეტის ტერიტორიაზე, სადაც ათეულობით ადამიანია შეკრებილი. ჩვენ რომ ასეთ რაღაცებს არ გამოვივარდათ, ხმრებივით არ მივცევით და ჩვენ დავყევით თავრობას, ავირჩიეთ, დავყევით და მივიღეთ შედეგიც ძალიან. შედეგიც ასევა. მარაგი ამოვწურეთ, რითი მიაღწევოთ აღარ მიცემთ. ახლა გადავიხოთ და შედეგია. იმათა ქონა შეუშავოთ ხელი და ვამნო. ჩვენზე პატრიოტად არც ერთი ბაზრობა არ მოხდება. ჩვენ ერთი დღე ბაზარი არ გაგვიძლია, როგორც გლიცამეს ისე ვიყავით და 123 წერეთელი ხო გადაახსნილია ხალხით და მოვაჭრებით. მე თვითონ ყველას მიეცი არ ვამ. 123-ის გაუჩერებია ვაჭრობა, არც ყოფის ბაზრობა. ჩვენ ხედავთ ყველაფერს, კაცო, ცელოფნები დატენილი გამოვიდეს ხალხი. მაინდამაინც უნივერსიტეტი ისა რა ქვია, გაგწულება. მოვაჭრეებს როგორც თქვენ ახლა კადრში ხედავთ განცდა რომ შერჩევითია მიდგომა და ისინი თვლიან რომ მათი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ხელისუფლებამ არ დააფასა და არ მიეცათ რეალურად მუშაობის შესაძლებლობა. მათი უმრავლესობა ამბობს რომ აქვს ბანკის ვალი და ვეღარ ისტუმრებენ ბანკის ვალს. საუბარია ათეულობით მოვაჭრეზე, რომლის შემოსავლის ძირითადი წყარო იყო ბუნებრივია ვაჭრობა. დღეს არის 1 თებერვალი, შესაძლებლობის ნაწილი ქვეყანაში მოიხსნა, მათ შორის გაიხსნა როგორც კერძო, ასევე საჯარო სკოლები, ასევე ღია კაფეები, მაღაზიები, თუმცა არ გახსნილა იმ ტიპის სავაჭრო ობიექტები, როგორიც არის ბათუმში ყოფილი უნივერსიტეტის ტერიტორია და ისინი აპროტესტებენ ამას, სავაჭრო ობიექტის მოვაჭრეები აპროტესტებენ ამას, რომ მათ არ მიეცათ მუშაობის შესაძლებლობა. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ 15 თებერვლიდან შეძლებენ ისინი მუშაობას
მხოლოდ რამდენიმე საოჭრო ობიექტია გახსნილი. ან რა ტიპის საოჭრო ობიექტები მუშაობენ ამ ეტაპზე უნივერსამის ამ ტერიტორიაზე? თქვენ მუშაობთ ამ მაღაზიაში? აბა გახსნილი რო არის? გახსნა თვითონ შეიძლება რომ არ მუშაობს. ანუ არ მუშაობს. არ მუშაობს. რა მუშაობს ამ ობიექტში? გადამკერავებს. ხოლმე კერავებს. სალონი მუშაობს, მეტი არაფერი. გარეთ რომელიც მდებარეობს ის აივანზე. ისე ვერ შეიძლება მოვიმუშაო, რა არ მომუშაო. თუ თქვენ იზოლირებულად ცალკე ხართ, გარე შიგნით ერთიან სივრცეში, ხო? მაგრამ მაინც ვერ მუშაობ. შაბათთან არასდროს გადანიშნულებას საკონელის და მაშინ მოვდივარ ყველა და გავა. და სად მიგაქვთ მე ეს საკონელი? სახლში რატო? ან სახლიდან დიდ ონლაინ? გამოდის ესე აეწყოთ რეალურად ონლაინ გაყიდვებში? ან განაწილი დაახლოებით რამდენი პროცენტი იყიდება ასე ონლაინ? სერიოზულად იყიდება. ან გარკვეული ნაწილი გიგაქვთ სახლში და მე სახლიდან ყიდით, როგორც ვიცი. სახლიდან ისე გამო. ან Facebook-ში გითხრებიან ამის შესახებ, ინტერნეტში, სოციალში. ტელეფონის ნომერი მაქვს, მაგრამ მირეკავი სამწუხაროდ ახლოს ვთქვა, იქ გოდიან. ხო? ან ინტერნეტზე რაიმე პლატფორმას არ იყენებთ, ხო? ანუ Google ტელეფონი. დავაწყვეტი, მაგრამ როგორ ავთქვა, არ ვიცი, ახალგაზრდა ვიცოდნენ ყველაფერი. ანუ ინტერნეტი არ გამოგიყენებიათ ამისთვის ჯერჯერობით. არა, ინტერნეტი არ გამოგიყენია. ისე საჭიროა ჩემთვის. ვიდრე შექმნის და ტექნიკის პრობლემები და ვალეთის იგენი ძირითადში და ძაძველი დარჩა. ეხლა რამდენი შემცირდა თქვენი შემოსავლები ამ პანდემიის პირობებში, როცა პრაქტიკულად უმუშევარი დარჩით? უმუშევარი ვარ, აბარა. რითი არსებობთ ეხლა ამ პერიოდში? ბიჭი მეზღვაურია ჩემი. პენსია მაქვს. ხო. მაგრამ წამალი და იდეები ვიდარ მარუსაფას. ბანკის ესხი გააქვთ თქვენს? ბანკის ესხი არ. თქვენი გამონაკლისი ხართ, ხომ თუ ყველა ამბობს რომ ბანკის ესხი გვაქვს, ხო? ბანკის ესხი არ მაქვს, იმიტომ რომ მე ძალიან ძლიერი დამირჩა და მირჩევნია რაც მაგის. ესია ჩემი პენსიონერია, მე პენსიონერია. თქვენი მეუღლე ცხოვრობთ მარტო ერთად თუ სხვაებიც არიან? უფროსი ბიჭია ჩემი. ის დასაქმებულია? არა, ატარა ბიჭია და საქმეა. მეზღვაური. კარგი, თქვენი სახელი და გვარი? სელვინაზი ვარ, პასპორტი. სელვინა. ციცომუთიძე. კარგი, მადლობა. გაიხარეთ. საოჭრო ობიექტის მოვაჭრეები ყოფილი უნივერსამის ტერიტორიაზე ისევ განან ისინი ვერ შედიან საოჭრო ობიექტში. საოჭრო ობიექტის ადმინისტრაცია დღეს ადგილზე არ არის და უცნობია მათი პოზიცია. აგერ რა ჩაეწერეთო. შევიდეთ, სხვა წამალი უნდა ვიყიდოთ აღნიშნება. რა არა, ასეთია მოვაჭრეების საპროტესტო აქცია ჯერჯერობით უცნობია რა შედეგი შეიძლება მოყვეს მათ პროტესტს. ყოფილი უნივერსამის ტერიტორიაზე დღეს შეიკრება ათეულობით მოვაჭრე, ისინი ითხოვენ მუშაობის შესაძლებლობას და მიიჩნევენ რომ აბსურდულია და დაუსაბუთებელია ხელისუფლების მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც დახურული საოჭრო ობიექტები, როგორიც არის ეს საოჭრო ობიექტი, არ აქვთ მუშაობის უფლება. ამ ეტაპზე ცნობილია რომ მსგავსი ტიპის საოჭრო ობიექტები იმუშავებენ 15 თებერვლიდან, თუმცა მოვაჭრეებს ამის არ სჯერათ, ისინი ამბობენ რომ მათ ჰქონდათ ინფორმაცია დეკემბერში რომ იმუშავებდნენ წინა საახალწლოდაც, მაგრამ როცა გაიხსნენ 25 დეკემბერს, 26 დეკემბერში რომის ინსპექციამ ეს საოჭრო ობიექტი დახურა. მაშინ რაც მათ გამართეს საპროტესტო აქცია, თუმცა ამ შედეგი არ მოყოლია და დღეს ისინი ამბობენ რომ არიან გაუსაზღვრეს პირობებში, აქვთ საბანკო სესხები, ვალები და მათ აღარ შეუძლიათ კიდევ ერთხელ გადადონ მუშაობის დაწყება. ისინი ასევე თვლიან რომ შერჩევითია ეს მიდგომა, მაგრამ მაშინ როცა დაიწყო სკოლები და ბავშვები უკვე სკოლებში დადიან,
და ბავშვები როგორც ცნობილი არიან განსაკუთრებული რისკის ქვეშ, მაშინ გაუგებარია რატომ შეიძლება არ იმუშაოს სავაჭრო ობიექტმა. და მაშინ როცა არის ღია ტიპის კაფეები გახსნილი, ანუ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. დღეს 1 თებერვალია, შეზღუდვების ნაწილი რამოდენიმე ქალაქში, მათ შორის ბათუმში გაუქმდა. ეს ქალაქებია ბათუმი, ზუგდიდი, გორი, ფოთი და თელავი. ბათუმის შემთხვევაში გაიხსნა საჯარო და კერძო სკოლები, ასევე მაღაზიები, სავაჭრო ცენტრები, ღია კაფეები და აღდგა მუნიციპალური ტრანსპორტი. არ გახსნილა საბავშვო ბაღები, ასევე სარიტუალო დარბაზები, უმაღლესი სასწავლებლები და ისევ ძალაშია კომენდანტის საათი, რაც გულისხმობს იმას, რომ საღამოს 9 და დილის 5-მდე გადაადგილება არის შეზღუდული. ასევე რაც გაიხსნა დღეს, ყველაფერი დაიხურება შაბათ-კვირას და შაბათ-კვირას შეზღუდვები რჩება ძალაში. ნახოთ როგორ განვითარდება პროცესები, რას იზამენ მოვაჭრეები, ჩვენ მივედევნებთ აუცილებლად თვალს მოვაჭრეების პროტესტს. დარჩით ჩვენს არხზე რომ მიიღოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია. ჩვენი საიტია ბათუმელები.g, ასევე net-gazeti.g. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, ეს ბათუმელების ლაივი იყო, მე ჟურნალისტი ჯაბანინიძე ვარ, დროებით.